გრძელდება მეგობრებო მესამე ნაწილი ძრავის აწყობის იმედი არის რომ ამ ნაწილში უკვე შევძლებთ დასრულებას ამ ძრავისას. ეხლა რა ეტაპზეც ვართ იმ ვიდეოდან რომ გავაგრძელოთ, ვაყენებ იმ ბაშმაკებს რომელიც აკლდა, ანუ ამ პლასმასებს, რაზეც მოძრაობს აი ეს ჯაჭვი. დაყენებული არის ესენი, აქ ახალი პრაკლატკებია ამ ბოლტებში დაყენებული, მაგრამ მაინც ყოველ შემთხვევისთვის 100%-იანი დაცვა რომ მქონდეს, ოდნავ თხლად არის გერმეტიკი დატანილი. შემდეგ ჩასმული არის ზედა ბაშმაკი, საიდანაც აი ასე დამჭიმი დაეჭირება და მოჭიმავს ცეპს. ქვედა ბაშმაკი აქ აყენია. თუ თქვენ მოგიწევთ ამ ძრავის გაკეთება, ბევრი რომ არ იწვალოთ და ეძებოთ, ეს მეორე ბაშმაკი, რომელიც დამჭიმის გარეშე უბრალოდ დაფიქსირებულია თავის ადგილზე, გრძელი მხარე აქვს იქეთ შეწეული, მოკლე გარეთ. სწორედ ისე არის აქეთ ამ მხარესაც გრძელი ბაშმაკის მხარე არის იქეთ პლასმასი, მოკლე აქეთ ამ მხარეს. აქაც ასე არის დამჭიმიანი, ოღონდ ქვემოთაა, რადგანაც ქვემოდან შედის ამაში დამჭიმი. ხო, კიდევ რისი ჩვენებაც მინდა, აი ეს დებილობა ნაწილი, არც თუ ისე დებილობა არის და შეიძლება იწვალოთ ამის დაყენებაზე, ვერ გაიგოთ სად ეყენა, ან რის გამოაყენია, ეს არის აი ნახეთ დამჭიმიანი ბაშმაკი, რომელიც დგას მხოლოდ აქეთ ამ მხარეს არის, იქეთ არ უყენია, რომ ამაზე უფრო ზემოთ არ წავიდეს და უფრო მეტად არ მოიშვას ჯაჭვმა. ეხლა უკვე უნდა გადავიდეთ უკვე რასპრედვალების ჩასმაზე, მას შემდეგ რაც აქ ტალკატელებს ჩავსვავთ. ეხლა ავიღებ უბრალოდ ტალკატელებს, დავზეთავ, ჩავსავ თავის ადგილას, რომ შევძლოთ უკვე რასპრედვალის მონტაჟი ხელსაწყოთი. ეგრეთ წოდებული ტალკატელები ჩალაგებულია თავის ადგილებზე, რასპრედვალებიც სწორად გასწორებული ჯაჭვით არის აგერ გაწმენდილი და მზად არის დასამონტაჟებლად. ეს ადგილები ცოტათი ცხიმით აი ასე დავსვაროთ, რომ პირველი დაქოქვისას რაიმე ისეთი პრობლემა არ გქონდეს, თუმცა სანამ ჩვენ დავქოქავთ ამ ძრავს, მანამდე ბევრჯერ დავატრიალებთ, რომ ზეთის წნევა შეიქმნას. ეხლა კი ყველაფერი გამზადებული უნდა გქონდეს, აი ეს სპეციალური ხელსაწყო, რომელიც აი აქ დაყენდება, ნახავთ ეხლა და გაჭედავს კი არა დაიკავებს ჩვენ რასპრედვალს, აქეთ ამით დავაფიქსირებთ, ხოლო აი ეს ორი გამზადებული მაქვს, ეს შემშვების და გამშვების მხარე არ უნდა აგერიოთ, გაჩვენებთ ეხლა როგორც უნდა გააკეთოთ, ეხლა კი მე ამას ავიღებ და დავამონტაჟებ აქ. რასპრედვალები ჩასმული არის თავის ადგილზე, მეგობრებო. რასაც უნდა მივაქციოთ ყურადღება, პირველი აუცილებლად უნდა დავიწყოთ პირველიდან მესამე ცილინდრამდე მხარის გასწორება, ხოლო შემდეგ უნდა გავასწოროთ მეოთხედან მეექვსემდე მეორე მხარე. რასაც კიდევ უნდა მივაქციოთ ყურადღება, როდესაც ჩავსვავთ აი ესენი რასპრედვალის E, რომელსაც აწერია, გერმანულად ნიშნავს Einlass და ეს Einlass-ი არის შემშვები. შემშვების მხარე, რომ არ გადავანაცვლოთ ამაზე და არ დავაზიანოთ, ხოლო A, რომელსაც აწერია, გერმანულად ნიშნავს Auslass, ანუ გამშვების მხარე. ანუ E, რომელსაც აწერია, უნდა იყოს ზემოთ შემშვების მხარეს, A, რომელსაც აწერია, უნდა იყოს ქვემოთ გამშვების მხარეს. და შრიფტი ისე უნდა იყოს, ტექსტი და ციფრები რაც აწერია, რომ ხედავდეთ ზუსტად ჩვენს მხარეს იყოს. ხო, მას შემდეგ რაც ამას დავამონტაჟებთ, ერთი ხელით ამას დავაწვევით ერთ მხარეს და ფრთხილად რომ არ გადავღუნოთ, გავკაწროთ და რაღაცა ვანდალურად რომ არ გამოგვივიდეს, ჩავსვათ ეს ბოლტები, ხელით გადავუჭიროთ ამათ, შემდეგ ამას შევეცადოთ, რომ ეს ჩავსვათ ეს დამჭიმი, ჩავხედავთ ფანრით, თუ ემთხვევა ხრახნებით, ჩავსვათ ამ სამიოს ხელით გადავუჭერთ და შემდეგ 10 ნიუტონ-მეტრით გადაეჭირება ამ სამივეს, შემდეგ ამასაც ხელით გადავუჭერთ, რომ მაქსიმალურად მიიწიოს, მაგრამ აქეთ მხარეს უნდა გვეჭიროს ხელით, ან ვიღაც დაიხმარეთ, რომ ასე არ გადაიხაროს და ისე არ გადავუჭიროთ. ამასაც გადავუჭერთ და მთლიანობაში ამ ადგილას ყველაფერს ეჭირება 10 ნიუტონ-მეტრით. დამჭიმის სამივე ბოლტსაც ამ ორს რასპრედვალებზე და ამ ორს რასპრედვალებზე 10 ნიუტონ-მეტრით გადავუჭერთ. მას შემდეგ დავამონტაჟებთ აი ამ ჩვენს სპეციალურ ხელსაწყოს, აი აქ, რომ დაიჭიროს ეს მხარე. შემდეგ
ეს ყველაფერი თავის ადგილას ჩაჯდება და ეს როგორც გაჩვენეთ წინა ვიდეოში გასწორება, ისე თუ გაასწორებთ, უკვე სწორ პოზიციაში იქნება. ამ ვოლტებს ხელით გადავუჭიროთ, ამათ მხარე არ აქვს, სულ ერთია იქეთას აიღებთ თუ აქეთას. ამათ ხელით გადავუჭიროთ, უბრალოდ ასე თავისუფლად რო იყოს, კანტზე არ უნდა იყოს, აი აქ ბოლოს მიმდგარე. ხოლო მას შემდეგ რაც უკვე დაიჭიმება, თავის პოზიციაში მოვა. აი ეს მხარე ზედას არა აქვს ჭრილი, ხოლო ქვედას აქვს აი ეს ჭრილი, ერთი მხარე არის ცოტა დიდი ჭრილი, მეორე უფრო პატარა, უფრო მოკლე. ეს დიდი ძრავის მხარეს უნდა იყურებოდეს, ეს პატარა გარეთა მხარეს უნდა იყურებოდეს. და აი ამაზე უნდა იყოს გასწორებული 100%-ით. მაგრამ ამ შემთხვევაში ჯერ როდესაც ვიწყებთ გასწორებას, ჯერ უნდა გავასწოროთ დაახლოებით. ეხლა თქვენ გაგიკვირდებათ ვინც ძრავებს აკეთებთ და თუ ამ ძრავთან შეხება არ გქონით, რას ნიშნავს დაახლოებით გასწორებული უნდა იყოს 100%-ით ყოველთვის ნიშნული. ამ შემთხვევაში ამ ძრავზე ასეა, ჯერჯერობით ვასწორებთ ასე, როგორც არის, უпростоოდ კი არ ვასწორებთ, აქ თუ გვაქვს სწორად გასწორებული, ესეც ასე უნდა დაემთხვეს. ეხლა მე გადავინაცვლებ აი აქეთ ამ მხარეს და დავაყენებ დამჭიმს, რომელზეც ახალი აი ეს შაიბა თუ რაც ქვია, ეს გვაქვს დატანილი და ახალი რეზინია, თვითონ დამჭიმი ძველია. ხო, ეხლა ამას როდესაც ჩავსვავთ, გადავუჭერთ და ეს მოვა უკვე თავის პოზიციაში. ეს არის მხოლოდ აქეთ ამ მხარის გადასაჭერი. იქეთ ცალკე აქვს კიდე დამჭიმი. და მე მესამე დამჭიმსაც გაჩვენებთ სად არის, მაგრამ ჯერ ამ ადგილს ვასწორებთ. მას შემდეგ რაც ამის გასწორებას აქ მორჩებით, გადავინაცვლებთ იქეთ. და უკვე უხეში გასწორება გვექნება აქაც და იქაც და მე გაჩვენებთ უკვე დეტალურად 100%-იანს კიდევ იქ როდევს ქვემოთ ხელსაწყო იმის მეშვეობით თუ როგორც უნდა გავასწოროთ ეს ყველაფერი. დამჭიმი ჩასმული არის ქვემოთ და გადაჭერილია. დაჭიმის დრო უпростоრად სანამ დამჭირს ჩავსვავთ, დავზეთოთ კარგად ხრახნის მხარეც და ისედაც ეხლა ეს არის გვერდითა დამჭიმი, რომელიც აი აქ მდებარე ეგრეთ წოდებული კალენვალისა და IMS-ის ჯაჭვს დაჭიმავს. ეს დგება აი აქ. შევუშვათ აქ. ძალიან დიდი ძალისხმევა ჭირდება, რომ დააჭიროთ ბოლომდე, ძალიან ძლიერად. და შემდეგ გადავუჭერთ. მე მაქსიმალურად რამდენადაც შესაძლებელია ვუჭერ ქანჩის მეშვეობით ამას. შემდეგ რაც ამ დამჭიმზეც გადაჭერილი არის, სანამ აქეთ გადმოვინაცვლებდეთ მე-4-დან მე-6 ცილინდრზე და ჩავსვავდეთ ამ რასპრედვალებს, არის ყველაზე მნიშვნელოვანი დეტალი გასაკეთებელი, რასაც ზოგიერთი ადამიანი ივიწყებს და შემდეგ არასწორად არის ნიშნულები გასწორებული და არ იქოქება ძრავი. რას ვაკეთებთ ახლა? ძალიან მნიშვნელოვან პატარა დეტალს, ეს არის ჩვენს გაჭედილ შკივს ეგრეთ წოდებულს ვატრიალებთ 360 გრადუსით, რომ აქეთ ამ მხარის გასწორება შევძლოთ, აქეთ ამ მხარის მე-4-დან მე-6-მდე. აი აქ გქონდა გაჭედილი აი ამაზე მე წინა ვიდეოებშიც რო გითხარით აი ოტეზე, რომ პორშინი მაქსიმალურად მაღალ პოზიციაში იყოს. ეხლა ვიწყებთ ამის დატრიალებას. თან ერთი ხელით ეს უნდა დავიჭირო პოზიციაში, სანამ ამის დატრიალებას დავიწყებ. დავატრიალებ მთლიანად და ისევ ზუსტად რო იყო იმ პოზიციაში გავჭედავ. და მხოლოდ მას შემდეგ შევძლებთ უკვე მე-4-დან მე-6 ცილინდრების მხარის გასწორებას. როგორც ხედავთ, აქეთ დაყენებული გვაქვს რასპრედვალები თავის პოზიციაში, ამაზე 10 ნიუტონ-მეტრით ყველაფერზე გადაჭერილია, ეს დაფიქსირებულია. ეხლა ვატრიალებთ, როგორც გითხარით, 360 გრადუსით ერთხელ, ბოლომდე გავჭედავთ ისევ. ვაყენებთ აქეთაც რასპრედვალებს ზუსტად ისე როგორც იქეთ დავაყენეთ. მას შემდეგ, როდესაც აქ უკვე ყველაფერს ასევე 10 ნიუტონ-მეტრით გადავუჭერთ, ეს გვექნება საწინააღმდეგო პოზიციაში, ვიდრე იქეთ. იქეთ ეს დიდი მხარე შიგნით იყურება, პატარა გარეთ. აქ საპირისპიროდ არის ეს ყველაფერი.
მას შემდეგ, რაც უკვე ეს ასე დავამონტაჟეთ, ვატრიალებთ 360 გრადუსით ისევ და გავჭედავთ, როგორც გქონდა თავიდან იმ პოზიციაში. აქ ახლა თქვენ შეიძლება შეამჩნიეთ, მე ზეთის ეგრეთ წოდებული ნასოსი, ზეთის პომპა დავამონტაჟე, თავისი ახალი ეგრეთ წოდებული პრაკლატკებით, ასევე გერმეტიკით, როგორც ყველგანისი აქაც დავიტანე. ეს ძრავის სამაგრიც, ეს გაგლეჯილი იყო და ახალი არის, ამოპრესილი და ჩაპრესილი. და ეხლა გადავდივართ ისევ აქეთა მხარეზე, პირველიდან მესამე ცილინდრამდე. აქ როგორც ხედავთ, როგორც გქონდა თავიდან, პირველად იგივე პოზიციაში არის. ეხლა ავიღებთ აი ამ სპეციალურ ხელსაწყოს, რომელსაც აი ამ ადგილას ერთი წამით, ერთი ხელით ძალიან რთული ამ ყველაფერს გაკეთება. ამას დავამონტაჟებ ეხლა აქ და გაჩვენებ. დავამონტაჟე ეხლა, ამით გადაჭერილი არის და ეხლა რას ვაკეთებთ? როგორც ხედავთ, აი ამ ხელსაწყოს აი აქ აი ესეთი ჭრილი აქვს, რომელიც აი ამ რასპრედვალის ჭრილში, რომელიც განახეთ, იმაში ეხლა უნდა ჩავსვათ აი ასე, ერთი წამით, ცალი ხელით. ყველაფრის კეთება რთული, ახლა ბევრი ვინც იტყვის, რომ დაამონტაჟე, რაღაცაზე დაამაგრე, თავზე დაიმაგრე. მეგობრებო, დამიჯერეთ, რომ ამის არც მე დრო მაქვს, არც ეს ხელი მიმიფარებია, არც დრო მაქვს და არც ნერვები ამ ყველაფრის, რადგანაც მე დროში ძალიან შეზღუდული ვარ და ეს არის იმ ხალხისთვის, რასაც მე ვაკეთებ და რასაც გაჩვენებთ, ვისაც თვითონ უწევს რაღაცის კეთება, არ იცის როგორ გააკეთოს და შეიძლება ჩემი ვიდეოს დახმარებით რაღაცა შეიმსუბუქოს თავისი შრომა და სამუშაო და არ ეძებოს სადღაც ინტერნეტში სხვა უცხო ენაზე, არამედ ქართულად შეიძლება ამ ყველაფრის ნახვა. ახლა ნახეთ. ეს ჩასმულია თავის ადგილას და ამის მიხედვით რისი ნახვა შეგვიძლია. ნახეთ, აი ეს გამოსაწევი რაც აქვს, აი ეს მრგვალი, ამაში არ შედის. ეს ნიშნავს, რომ ეს 100%-იანი მილიმეტრებში გასწორებული არ არის. ეს უნდა შედიოდეს აქ, მას შემდეგ რაც საფარს დავაყენებთ, ეს უპრობლემოდ ამ საფარში შიგნით უნდა შედიოდეს თავისუფლად, შიგნით გარეთ. ამიტომ ეხლა მე გავაკეთებ ასეთ რაღაცას, ეს ეხლა ხელით აი ასე მოკაჩვა მოგვიწევს ამის კუსტარულად და ამას როგორ გავაკეთებთ. ეს ბოლტები ხო, რაც არ უნდა დაგვავიწყდეს, ეს ხელით რო გითხარით ადრე გადაუჭირეთ მეთქი, ხელით უბრალოდ თავიდან გადაუჭერთ, თორე ისევ ქანჩით გადაუჭირეთ, სანამ ამ ყველაფრის გასწორებას დაიწყებთ და დატრელებას იქეთ ამ მხარისას, თორე ეს გადაგიხდებათ და დასაშლელი გაგიხდებათ და ისევ აი ეს ნიშნულები გასასწორებელი. ამიტომ სანამ დაიწყებთ დატრიალებას, ამას აუცილებლად გადაუჭირეთ. ეხლა ამ შემთხვევაში მე ამას მოვუშვებ და ხელით ასე ამის ცოტათი მოკაჩვის პრინციპით შევეცდები, რომ ეს იმ დონეზე, ანუ ეს იმ დონეზე ოდნავ დავატრიალოთ ეს ქვედა რასპრედვალი, გამშვები, რომ ეს აქეთ წამოვიდეს და ამაში თავისუფლად შედიოდეს. როგორც გითხარით, მოვუშვი ამ ბოლტებს 4-ვეს, გადმოვინაცვლე აქეთ, ხელით გადმოვქაჩე ჩემსკენ, რადგანაც არ შედიოდა და მოვიყვანე ამ პოზიციაში, რომ აი ასე თავისუფლად შედიოდეს, ხოლო აქ დიდი ადგილი არ რჩებოდეს, რადგანაც როდესაც თავსაფარი ამისი დაეფარება, თავისუფლად შეძლოს გამოსვლა, შესვლა ამან ასე მოძრაობა. ეხლა არის 100%-იანი გასწორებული, ხოლო აქ არ დაგვავიწყდეს, გადავუჭიროთ ისევე 4-ვე ბოლტს, ისევ დინამომეტრიულით 10 ნიუტონ-მეტრით. ეხლა რასაც გავაკეთებ, შემიძლია ეს მოვხსნა, მოვაშორო ეს ხელსაწყო აქედან და დავატრიალო ისევ ძრავი 360 გრადუსით, გადმოვინაცვლო აქეთ და დავამონტაჟო ისევ ჩემი ხელსაწყო, რომ გავასწორო ისევ 100%-იანი გასწორებით. ამას კი რაც შეეხება, რომ შევხედოთ, არის თუ არა სწორი. ერთი წამით ფოკუსირებას გააკეთოს, ეს აი აქ 100%-ით უნდა ჩდებოდეს. მოდით რაღაცა ავიღოთ სპეციალური ხელსაწყო, რაც მქონდა, ძრავს ვასწორებ აქ და წავიღე და სახში დავტოვე, მაგარი ვარ რა. აი,
რკინის სახაზავი უბრალოდ რო ავიღო. ერთი წამით. აი ასე, რო ჩავსვა. აი, ზუსტად ერთნაირად არის 100%-იანი სისწორით, აი ასე რო დავიჭირო, ზუსტად აი ასე სისწორეში ჯდება. არა ჩვეულებრივია, ძალიან კარგია ეს ყველაფერი. ეხლა გადავინაცვლოთ მეორე მხარეს. მეორე მხარეც ზუსტად ისე არის გასწორებული, როგორც გითხარით, იგივენაირად ხელსაწყოთი ამის ჩვენებას ეხლა აზრი არ ქონდა, ორჯერ ერთი და იგივეს ჩვენებას. ამიტომ ეხლა კიდევ დავატრიალე, კიდევ ორჯერ დავატრიალე, რომ გადამეკონტროლებია ყველაფერი ისე არის, როგორც უნდა იყოს. მთავარია, რომ გადაჭერილია ეს ყველაფერი, ემთხვევა ნიშნულები. ეხლა შეგვიძლია გადავიდეთ უკვე საფარის მონტაჟზე, ეს ადგილები კიდევ დავზეთოთ. რაც ძალიან მთავარია ზეთისგან მოვაშოროთ, ზეთი მოვაშოროთ, ეს ცხიმისგან გავასუფთავოთ ეს ადგილები, ეს ქვემოთ ნახეთ, აი აქ ზეთი აქედან რო წამოვიდა, ხა ესენი დასრულია და ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, რომ ესენი სრულიად სუფთა იყოს იმ მომენტში და ცხიმისგან მოშორებული, როდესაც გერმეტიკით ამას თავის ადგილზე დავსვავთ. ეხლა გავასუფთავებ მე ამ ყველაფერს, მოხსნი ამ ხელსაწყოს, დავიტან გერმეტიკს მცირე რაოდენობით და დავასვავთ თავის ადგილზე და შემდეგ ყველა ბოლტს გადავუჭერთ რამდენით 10 ნიუტონ-მეტრით. აქეთ მხარეს, როგორც ხედავთ, დახურული არის უკვე ამ პლასმასების, ალების, სანთლების პლასმასების პრაკლატკები, ყველა რეზინის შეცვლილია. ეს პრაკლატკა ახალი დაყენებულია, ამისი პრაკლატკაც ამ პომპის ახალი დაყენებულია. ესენი ახლები არის დაყენებული ყველა თავის ადგილზე. მას შემდეგ რაც უკვე მთლიანად დაიხურება ეს ძრავი და აქ არაფერი აღარ ჩაიყრება, შემეძლება ამის გასუფთავება მთლიანად გარედან, რომ უკვე არაფერი არ მოხდეს ძრავში, ისე რომ ასე ცუდად არ გამოიყურებოდეს. მას შემდეგ რაც აქ შევტენით ამ ძრავს და იმედია შევტენით, ვერასოდეს ვერავინ ვერ ნახავს ამას, მაგრამ ყოველი შემთხვევისთვის ჩემს ნერვებზე მოქმედებს მაინც როგორც წინა ვიდეოებში ვთქვი. ერთი რაღაცა მინდა კიდევ რომ გითხრათ, რაც დამავიწყდა, რაც ძალიან აუცილებელია, მე ვთქვი რომ ეს მოხსენით ეხლა, გაასუფთავეთ და დააყენეთ მეთქი და ეხლა გამახსენდა რომ ეს არ უნდა გააკეთოთ. სანამ ამას მოხსნით, აი ეს ხელსაწყოების აი ამ ყუთიდან ავიღოთ, აი ასე დავაფიქსიროთ. აი ეს ბოლტები ბოლომდე აქ შევუშვათ, მას შემდეგ შეგვიძლია ამისი მოხსნა. თორე წინააღმდეგ შემთხვევაში ეს აქეთ დაჭიმულია და ეს ამოხტება აქეთ ამ მხარეს ზემოთ. და ამისი გაკეთება ჩვენ არ გვინდა რომ ეს ამოხტეს, ამიტომ აი ეს დავაფიქსიროთ აქეთ ამ მხარეს და შემდეგ შეგვიძლია ეს მოხსნათ, რომ დავაფაროთ საფარი თავის ადგილზე. ძრავი მიყვანილი არის ამ ეტაპზე, დახურულია ზედა ნაწილები, რასაც ძალიან დიდი ყურადღება უნდა მივაქციოთ, მეგობრებო, აი ეს დამატებითი ზეთის პომპები რაც უყენია, ამას აქვს აი აქ წარწერა, ძალიან ცუდად ჩანს 1-დან მე-3-მდე ცილინდრი, მე-4-დან მე-6-მდე ცილინდრი. ეს მხარე არის მე-4-დან მე-6-მდე, ანუ აი აქ სადაც აწერია მე-4-დან მე-6-მდე უნდა იყურებოდეს აქეთ. ეს ყველა პოზიციაში შეგიძლიათ არასწორად დააყენოთ. ერთი ამისი არასწორად დაყენება ნიშნავს ძრავის დაზიანებას ეგრევე. უცებ ზეთის წნევა რომ არ იქნება სწორი, მოგეხსენებათ რაც მოხდება. ეს უნდა იყურებოდეს იქეთ. მე-4-დან მე-6-ე, ხოლო აქ აი აქ აწერია უფრო კარგად ხედავთ მე-4-დან მე-6-ე, პირველიდან მე-3-მდე. ეს პირველიდან მე-3-მდე არის ეს ცილინდრები და ეს პირველიდან მე-3-მდე იყურება აქეთ. ორივე იქეთ ამ მხარეს და აქეთაც, ანუ პირველიდან მე-3-მდე ცილინდრის ეს უნდა იყურებოდეს აქეთ კალენვალისკენ და ისიც მე-4-დან მე-6-ე უნდა იყურებოდეს კალენვალისკენ. მახავიკი დაყენებული არის, სცეპლენია დაყენებული არის, გასწორებულია თავის ადგილზე, შეგვიძლია პრინციპში გამოვაძროთ, ხო სწორად არის. სწორად არის. სტარტერი დაყენებული არის. ეხლა არ ვიცი. მარტო ამ ხელაგადაცემათა კოლოფის ეხლა ამაზე დაგება.
არ ვიცი როგორ იქნება რაღაცნაირად უნდა შევტენო ეხა ეს გადაცემათა კოლოფი მარტო. და ალბათ დავემშვიდობები ჩემ ხერხემლის მალებსაც და შემდეგ ის ძრავი ამ გადაცემათა კოლოფით. აი ეს უნდა მოვატრიალოთ რომ გადაცემათა კოლოფი უკან იყურებოდეს. შემდეგ ეს ძრავი გადაცემათა კოლოფიანად ასე რომ მოტრიალდება. აი ამის მოშორებას ვაპირებ, აი აქ ბოლტებიდან შეიძლება წაძრობა. და ასე დადებული ამის მეშვეობით მინდა შევაცურო ქვემოთ. და არ ვიცი რა გამოვა, ჯერ დავაყენო გადაცემათა კოლოფი. ესეც ასე მეგობრებო. მე ვფიქრობ რომ ყველაფერი უკვე თავის ადგილას არის დაყენებული. ძალიან დიდხნიანი შრომისა და წვალების შემდეგ და ვნახოთ რა იქნება. დაყენებული არ არის მხოლოდ ბაბინები, რადგანაც აქ არ ეტევა შემდეგ მილიმეტრებით. ეხლა ჯერ უნდა ჩავაყენოთ და მერე დავაყენოთ ბაბინები. თუმცა შტეკერებს მაინც არ შევუერთებ ჯერ ყველაფერი შესაერთებელი არის, სითხე ჩასასხმელია, ზეთი, წყალი, ასე შემდეგ ჰიდრავლიკის და შემდეგ უბრალოდ დავატრიალებთ ძრავს დაქოქვის გარეშე. ვნახოთ ეხლა რა გამოგვივა, რაღაცნაირად აქამდე მარტო მოვედი, წვალებით, აი ასე ჩემით მიუყენე ეს გადაცემათა კოლოფით, ეხლა ვნახოთ მარტო როგორ ჩავაყენებ ამ ძრავს. ჩაყენებულია მეგობრებო ძრავი ძალიან ბევრი წვალების და წამების შემდეგ და ჩაყენებას რო თავი დავანებოთ, ჩაყენების შემდეგ ამ ყველაფერს აქ შეერთება და არ ვიცი რა ძალიან ბევრი შრომა და ძალიან ბევრი ენერგია და დრო არის აქ ჩათხრილი. ეხლა მივედი იმ ეტაპამდე რომ დავატრიალო ძრავი ჯერ. Сильно туго все идет. Сцепление я же снимал коробку. Да. Да, и оттуда это как его жидкость тек. Течет. Потому что я коробку снимал. Окей. Это главный цилиндр.
сделай, думаю, что хватит. დავატრიალე მეგობრებო, როგორც ნახეთ, რამოდენიმეჯერ ძრავი, სანამ ძრავს ჩავაყენებდი, ქვემოდან აქვს ამას ფილტრი და მთლიანად გავავსე, ფილტრის აი ეს რაც აქვს პლასმასი მთლიანად გავავსე, ზეთით 250 გრამი თუ რაღაც ჩადის, რომ ფილტრის შევსებას არ დავლოდებოდი დაქვაქვის შემდეგ. რა ვიცი, დანარჩენი აი ესე გამოიყურება ჩემს ზურგს უგან ძრავი და ვნახოთ აბა რა იქნება ახლა. დაქოქვაზე ვერ დავქოქე პირველ ცდაზე. ავიღე დიაგნოსტიკა. შეცდომები ამოვიკითხე და მაჩვენა რომ კალენვალი სენსორი არ იყო შეერთებული. არა და ვიცოდი რომ შეერთებული მქონდა. ავწიე მანქანა, მოვხსენი შტეკერი, ისე თავიდან შეუერთე არა და შეერთებული იყო. ცადეთ, გადავკარი ეგრევე და დაიქოქა. მომეშვა ეგრევე, მეგობრებო. ცოტა პოზიტივი შემოიტანა ნამდვილი მუშაობის შემდეგ. იმედია დიდხანს იმუშავებს ასე სტაბილურად.
მოკლედ მეგობრებო, როგორც ხედავთ, ამუშავდა Porsche-ს ძრავი, მუშაობს სრულიად ნორმალურად, ჯერჯერობით ყოველ შემთხვევაში. ეხლა კიდევ ბევრი რაღაც უნდა აეწყოს, უკან უნდა დაყენდეს შიტოკი, საფარები და ძალიან ბევრი პატარ-პატარა დეტალი, ასევე მუხრუჭები ახლები აგერ არის, მუხრუჭები მთლიანად შესასვლელი არის, წინ, უკან, თავისი მილებით, რეზინის მილებით, შეერთებებით, ყველანაირი პატარ-პატარა დეტალით, ასევე ხელის მუხრუჭი, მთლიანად მუხრუჭები ყველაფერი განახლდება, სამუხრუჭე სითხე განახლდება, ასევე ეგრეთ წოდებული სცეპლენის პედალიც, კონუსის პედალიც უნდა დაჰაერდეს კიდევ უკეთესად, მე უბრალოდ დროებით დავაჰაერე, რომ დამექოქა. და რა ვიცი, დაკვირვების ქვეშ იქნება. მას შემდეგ, რაც ყველაფერი უკვე აეწყობა და მანქანა მზად იქნება, სასიარულოდ ტექდათვალიერება გავლილი აქვს, მე რომ გავლილი აქვს კი არა, გასული აქვს უფრო სწორად ვადა, ტექდათვალიერება ქონდა სწორედ იმ თვემდე, როდესაც მე ვიყიდე იმ თვის ბოლომდე, სადღაც ალბათ 2 თვე არის გასული, აქედან ტექდათვალიერებაზე უნდა წავიყვანო, როცა მორჩება. და მას შემდეგ იმედი მაქვს, რომ გაივლის ტექდათვალიერებას, რადგანაც ასე ჩემი გადახედვით ყველაფერი ნორმაში არის. და ტექდათვალიერების გავლის შემდეგ უკვე შეგვიძლია ავიღოთ ნომრები. ისე გერმანიაში მანქანას ვერ გააფორმებთ, თუ ტექდათვალიერება არ აქვს გავლილი. და იმედი მაქვს, რომ გაივლის ტექდათვალიერებას, ავიღებ ნომრებს და შემდეგ იქნება ეგრეთ წოდებული აპკატკას, რასაც ვეძახით. უნდა გავიაროთ 100-200 კილომეტრი, შემდეგ შევცვლი ზეთის ფილტრს, შემდეგ ალბათ კიდევ გავატარებ 1-200 კილომეტრს, დაახლოებით 1-500 კილომეტრი რო იქნება გავლილი, ერთხელ ფილტრი იქნება გამოცვლილი, შევცვლით ისევ მთლიანად ზეთს და იმედი მაქვს, რომ რა ვიცი, ყველაფერი ნორმალურად იქნება. ვნახოთ. მე კი დღეს ამით დაგემშვიდობებით, იმედი მაქვს, რომ ვისაც დაგჭირდებათ მსგავსი ტიპის ძრავის აწყობა, ესენი ყველა ერთნაირია Cayman-ის 911-ის, ესენს ყველა ერთნაირია, მინიმალური განსხვავებით ან თითქმის არ არის სხვაობა და იმედი მაქვს, რომ საერთოდ არ გაგიფუჭდებათ ძრავი, მაგრამ თუ რაღაცა მოხდა და განახლება გადაწყვიტეთ ძრავის, რომ ეს ვიდეო რაღაცაში დაგეხმარებათ, რადგანაც ძალიან მცირეა კი არა, თითქმის არ არსებობს ამ ძრავთან დაკავშირებული ვიდეოები. არც გერმანულად არ იყო, ინგლისურად თუ რაღაცას მოიპოვებ, რუსულად საერთოდ არ იყო, ყოველ შემთხვევაში მე არაფერი არ ვნახე და ქართულად ხო საერთოდ მით უმეტეს და მოკლედ შეგიძლიათ ნახოთ ქართულენოვანი ვიდეო თუ დაგჭირდებათ და ოდნავ რაღაცაში თუ დაიხმარებთ. მე დღეს ამით დაგემშვიდობებით, მომავალ შეხვედრამდე კარგად ბრძანდებოდეთ.